ისრაელის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებას იწყებს ამ ინიციატივით ისრაელის ტურიზმის მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელს. უახლოეს მომავალში კი მოლაპარაკებებს უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროები დაიწყებენ. პოლიტიკურთან ერთად სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტსაც ელოდება. ნატა მახვილაძე განაგრძობს თემას. ნატა, როდის დაიწყება ოფიციალური კონსულტაციები საგარეო უწყებებს შორის? სავარაუდოდ კონსულტაციები საგარეო უწყებებს შორის დაიწყება უკვე გაზაფხულიდან, ვინაიდან ისრაელის მთავრობის წევრები, ვისაც ეკუთვნის ეს ინიციატივა, ამბობენ, რომ 2012 წლის ბოლოს უკვე ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა იქნება. საქართველოსთან ისრაელის სავიზო რეჟიმის გაუქმების აუცილებლობაზე ისრაელის ტურიზმის მინისტრი ვერა ქობალიას საკუთარ არგუმენტებს 1 საათის განმავლობაში აცნობდა. ებრაული მხარის ინიციატივით ამ თემაზე სავარაუდოდ უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც შედგება. ისრაელის მთავრობის წევრებმა პირველი კონსულტაციები კი ვერა ქობალიასთან ისრაელში ტურისტულ გამოფენაზე გამართეს. ასეთი კონტაქტები საქართველოსთან ბოლო წლების მანძილზე იმის საფუძველს იძლევა, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორ ქვეყანას შორის მოიხსნება ყველანაირი ბარიერი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება. სავიზო ბარიერი ცოტა ხნის წინ ისრაელმა რუსეთთან და უკრაინასთან მოხსნა. მას შემდეგ ორივე ქვეყანასთან სავაჭრო ტვირთბრუნვა გაორმაგდა. ოფიციალური თელ-ავივი თვლის, რომ საქართველოს შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება გაცილებით მომგებიანი იქნება. შესაძლებელია გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოსა და ისრაელს შორის, ისევე როგორც ეს მოხდა რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილებამ მკვეთრად გაზარდა ტურისტების რაოდენობა და იმავე სველით საქართველოს შემთხვევაშიც. თქვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს. გარდა ამისა, ხელმოსაწერად მზადდება შეთანხმება სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის კონკურენციას საქართველოსა და ისრაელის ავიაკომპანიებს შორის. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ხელშეკრულება, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულზე გაფორმდება, ორი ქვეყნის ავიაგადამზიდავებს შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად განსაზღვრონ როგორც ფრენების სიხშირე, ასევე ბილეთის ფასიც. ინდუსტრიის მინისტრს შევთავაზეთ შევქმნათ საერთო ეკონომიკური კომისია, მთავრობათა შორისო კომისია, რომელიც ისჯელებს თუ რა დამატებითი ხელშეკრულებები არის საჭირო ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის ჩვენ ორ ქვეყანაში. ისრაელს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე აქვს და ვფიქრობთ, რომ მათი ექსპერტების ჯგუფი ჩამოსვლა საქართველოში ხელს შეგვიწყობს ახალი პროექტების და ახალი მიმართულებების დანერგვას. უახლოეს მომავალში მუშაობას დაიწყებს საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კომისიაც, რომლის მთავარი პრიორიტეტი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ტურიზმი იქნება. გასულ წელს საქართველოში ისრაელიდან 26,000 ტურისტი ჩამოვიდა. ქობალიას უწყება გეგმავს ეს რიცხვი წელს გააორმაგოს. იქნება ინტენსიფიკაცია ჩვენი ვაჭრობის, რასაკვირველია საქართველოსთან ექსპორტი არის პრიორიტეტი, მაგრამ ცხადია სომხური ურთიერთობა, ესე იგი ვაჭრობა, ინვესტიციები რასაკვირველია და თანამშრომლობა ისეთ სფეროში, ისრაელში მოწინავე სფეროში, როგორც არის სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ისრაელის ბაზარი ძლიერ მზარდი ბაზარი არის საქართველოსთვის, წლიდან წლამდე ფაქტიურად ბოლო წლების განმავლობაში 30%-ზე მეტი ზრდა არის. წლევანდელი წელი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს იწყებს ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, პიარ და სარეკლამო კამპანიის დაწყებას ისრაელში, რაც უფრო მეტად გაზრდის ტურისტების რაოდენობას და ასევე პირდაპირ რეისების რაოდენობასაც უკვე მოთხოვნისა. სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე ისრაელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სისტემის რეორგანიზებაშიც დაეხმარება. ამის შესახებ მოლაპარაკებები თბილისში ერთ თვეში გაიმართება. სავარაუდოდ სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გაირკვევა კონკრეტული თარიღი, როდის შეხვდებიან ერთმანეთს ისრაელისა და საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირები.